მოგესალმებით მეგობრებო. რა ლამაზი 4 შაბათია დღეს. რა ლამაზი დღეა, რა ლამაზი. ჩემი განწყობა გაუმჯობესებულია თუ შეამჩნე. არა. წინა ეპიზოდთან შედარებით კი. ანუ წინა ეპიზოდის მერე ჩემი დაქალი წერს რომ რაღაც ჩამქრალი იყავი. ამეთქი ხალხო მართლა ეგრე არის. ხო, ოდნავ ვეჩვევი და თან ეს ბიზნეს ცენტრი, სადაც ეს ოფისია, ძალიან ბევრი არიან, ვინც გვიყურებენ რეალურად რა. ანუ აი დერეფანში რომ ხდებიან და რაღაც და აი ძალიან კარგად გრძნობ თავს რა. რაღაც ის არის. და ანუ გემეგობრებიან და რამე? Yes, not we're besties. Period. ისინიც booked and busy და ანუ მე იცით რა ეტაპზე ვარ, რომ აი ხო ხტები ჯერ დრო არ გაქვს, რომ აი სოციალიზაციას მიხედო, თავის დამკვიდრება მჭირდება პოზიციონურად. ხო და მაგას ვამბობ, ახალ სამსახურში როცა გადადიხარ, ყოველთვის ეგ არის პრობლემა თავიდან პირველი 1-2 კვირა, რომ აიღო. პირველი 1-2 კვირა, 2 თვე. ხო, 2 თვე. არა, let's be fair, 2 თვე, ხო. და მე რა ძალიან უკვე ხტები რომ ყველაფერი მარტივი რაზეც ნერვიულობდი. ეს ოფისი სადაცაა ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კომპანიები არიან, ვიღაცამ მომწერა, რომ ჩვენო ვართო ზედა სართულზეო და ძალიან კაი გოგჩავები ვართ და რო იცოდეო, ლანჩზე გავიდეთ ხოლმე და მე მიწერე რომ იასნად გავიდეს თქო, მაგრამ ეხა ხო არ მივწერო წამო ლანჩზე გავიდეთ თქო, ამიტომ თუ გიყურებ გთხოვ მომწერე და მე გავა. და შენ ვერ მიწერ? ანუ აი გმოწერეს. ანუ ძალიან შეტანვა იქნება. ანუ I cannot. ეს სამსახურის თემა დავხურეთ, იმიტომ რომ ძალიან სერიოზულ თემაზე უნდა გადავიდეთ. მეგობრებო, რაც არის ანას კომპლექსი შეტენვასთან დაკავშირებით და ზოგადად ქართველებში. ანუ ეგ მაგ არ ვიცი. მართლა საიდან მოდი? შენ არ ხარ ეგრა. აი მე მგონია რომ ოდნავ ზედმეტი რამე რო გავაკეთო, ისე გამოჩნდება რომ ვიღაცას ვეტანები და ჩემი ყველაზე დიდი შიშია, რომ ვიღაცამ არ იფიქროს, რომ მე ვიღაცას ვეტანები. ეს საიდან მოდის არ ვიცი. ალბათ იქიდან რომ მეც ყველაზე მეტად მეიზღება რომ ვხედავ რომ ვიღაცა ვიღაცას ეტანება. აი გული მერევა და მეშინ მე არ გავიჩნდა. არც ეგ არ მოყარს აი და ჩართი არ მეტანებიან ხოლმე ხალხი არ ვიცი რა. ვაუ, აი საიდან მოდის პრობლემა. არა, მე მგონია რომ აი ძალიან inauthentic არის როცა ეტენები, გასაგებია, მაგრამ ანუ შენ მგონია რომ შეტენვა და რა არ არის შეტენვა ეგ გეშლება ერთმანეთში, იმიტომ რომ ანუ ზოგადად ძალიან people pleaser არის ისედაც რა და ანუ ზოგიერთმა შეიძლება ეგეც აღიქვას როგორც შეტენვა, მიხვდე? Maybe some people think that you ხადავ. Have you ever thought about that? ეს qalbიდან გამოვალ არანაირ. ისე იქნება იქ გახდეს მიზეზი, რომ ჩემ people pleasing-ი დასრულდეს. Thank you. აი მართლა ძალიან ვაუ, მართლა მსახურებ. აუ, იმენა ვიფიქრებ მაგაზე. დაფიქრდე მართლა. მერტო ძალიან მაწყობს. აი ჩემ ტვინამდე რომ ეგრე დავიდეს. ხო, თუ გვიყურებ, მომწერე კიდევ ერთხელ და მე გამოვალ. That's so cute. უსაყვარლესობა. ანუ ინდონეზე დავედი ხალხო, რომ ცხოვრებაში მეორედ, ვიცი რომ ბევრს დაგაქვთ ლანჩი სამსახურებში, მაგრამ მე ვარ ის ადამიანი, ვინც იყო ამის წინააღმდეგ ყოველთვის. აი ეს სექტა მეტროში რო არიან ლანჩის ჩანთებით რა, ანუ შენ არ ვიცი დაგინახავს, ცალკე ჩანთა უჭირავთ, სადაც ლანჩი უდევთ და I could never ხალხო რო ვუყურებდი, ფიქრობდი რომ ღმერთო აი მაგამდე არასდროს მე მიყვანო, მაგრამ ეხლა რა ეტაპზე ვარ მისული რომ ჩემ დიდ ჩანთაში ვდებ ლანჩს. მალავს. მაგრამ ესეც რაღაცნაირი პროცესი იყო, ესე მარტივად არ მისულარ პირველ დღეს. ანუ ჯერ ერთი კვირა ვუყურე რომ ლანჩზე არ აქვს გასვლის კულტურა ამ სამსახურში და ეგ არაფერი შეშ არ მე რომ მოვედი თქვენთან let's be real. არა, ეს შენ გამო ყოველ დღე გავდიოდით მე, მაგრამ მანამდე აი კვირაში 3 ჯერ მაინც ანუ გავდიოდით. ოღონდ შეიძლება ყოველ დღე არის და სხვა დღეს გამოგვეძახებინა და აქ არის რომ მასას იმენა მოაქვს ლანჩი და ზოგი იძახებს. Okay, whatever. მე თან რამდენჯერ გამოვიძახ, ხო ძალიან ვალებში გადავარდები, იმიტომ რომ აი ჩემთვის experience რო ლანჩზე გახვიდე და რესტორანში ჭამო, არ მენანება მაგაში ფული, მაგრამ სულ რო გამოვიძახო, მაგაში უკვე მენანება უფრო და თან მით უმეტეს რომ აი 10 წუთში რო უნდა ჭამო, სადღაც მიკუნჭოლში ხდები. Not a great experience და მაგრამ თან მარტო როცა გადიხარ გაიძახა ძალიან depressing არის. ძალიან, მაგრამ ვიღაცებთან ერთად ყოფნას ალბათ ისო მარტო ჯობია, whatever. ხო და პირველ დღეს წავიღე, მჭადები და ჩემი საყვარელი საჭმელი, გამოვაცხე მთელი ამბავი, დილით ჩემმა სტილისტმა რა დააკომენტარა, ნახე, ძალიან მიყვარს ანა მჭადები რო ყურს თუ რაღაც. მართლა. Yes, we love you. არ მინახავს რატო არ მითხარი. ხო და პირველ დღეს წავიღე და მაინც ვერ გადავდგეგნა, ვიში წამოვიღე სახლში უკან და არ მიჭამია, გამოვიძახე მაგ დღეს, მაგრამ მეორე დღეს უკვე წავიღე, ანუ გუშინ წინ, არა გუშინ, დღესაც წავიღე რაღაც ავოკადო და პური და რაღაცაები. ანუ look at me you guys. მე მიყვარს ძალიან სამხური ლავაში და ავოკადოს რო ჩავდებ სამხურ ლავაში. Okay, ძალიან დიეტური ჩანს.
period. ხადა დღეს ეგუჭამე და ნახოთ აბა მე თუ იქამდე მივედი რომ ლანჩის ჩანთა დავიჭირე ხელში უკვე მიშველეთ და მითხარით რომ სამსახურიდან წამოვიდა. იმიტომ რომ აღარ ვიქნები კარგად. სრულ თქواس და ეხლა ძალიან ბევრი ხალხი დადის ლანჩის ბოქსით ნეტა. ძალიან დიდი ბოდიში ხალხო თქვენი არეთ მე არ გჯაჯავთ უბრალოდ not for me. მე უბრალოდ ხო მაგის დრო არ მაქვს მე ჩემნია რომ ხო ანუ მე დღეს მოვედი ხალხო მინდა ყველა მიცოდეთ და პირველად დავინახე რომ დავით საჭმელს აკეთებს ხო სულ იგონებს რომ აი მე კულინარია ჩემი თემა აი ცხოვრებაში არ ვიგონებ არც გასინჯა ხალხო ეშინი ალბათ რომ მოვწამო მაგრამ ანუ ძალიან გემრიელი ქათამი გავაკეთე chicken parm და ვჭამეთ ნაყინები აჩვენე ყოველს ჩვენი საყვარელი ნაყინი ანუ გაძიძგული არის ჩვეულებრივად მაგრამ you guys Baramba დაგვასპონსორა. ეგ ბარამბა ხო არის კიდე პრობლემატურია. ანუ რაღაცებს ვამბობ ხალხო და მე ანუ მარჯვენთ და ყველა ბიზნესი ვიღაცის არის ამ ქვეყანაში და leave us alone please. ძალიან კაი ნაყინებია what the fuck. ძალიან. და ვინ დაიწყო ამის ტრენდი? ანუ ამის ტრენდი უკვე დიდი ხანია მე მგონი მუშაობს, მაგრამ okay, I'll give you some credit. იმ პოინტში რომ წინაზე რომ მოვედი, ძალიან დასტრესელი დღეს მერე დავიწყო მომცაეს და რაღაც აი გამომიკეთა საღამო და მეთქი დღეს უნდა წავიღო. ჩემთვის მინდა რომ თქვა რომ რაღაც ეს weird თემა მაქვს, რომ საჭმლის გემო მართლა არ მაინტერესებს, მთავარი ტექსტურა იყოს სწორი. რა ანუ აი თქვა ტექსტურა ხო ანუ თუ გემრიელი არის საჭმელი და აი რაღაც ხვდები რა თქვა აი ბადრიჯანის ტექსტურა მაგალითად არ მომწონს და არ ვიცი არ შევჭამ ბადრიჯანს რა ანუ ეგეთი თემა მაქვს რაღაც აშლილობა და აი ამ ნაყინში არის ყველა ტექსტურა რაც მიყვარს ხრაშუნა კიდე კლაცუნა შოკოლადი რბილი ნაყინი და მე ის ვაფლი რო აქვს ქვემოთ თუ აი ორცხობილა period. ძალიან გემრიელია. მე ძალიან მომწონეთ გავსინჯე. მეგონა რომ ის უკეთესი იქნება, იმიტომ რომ თხილები და მთელი ამბები იყო, მაგრამ ეს ჯობია weirdly. 6 თუ 7 წელს ვყიდულობ ხალხო, I stack up. ანუ არა, მან და უნდა გადავარდო ცოტა თავი ხელში მყავს აყვანილი. ხოდა ასე რა. პრომოკოდი ჩვენი რა შეხვიდეთ? ჩვენი ბარამბა. ნებისმიერ მაღაზიაში რომ იმუშაოს. Period. Damn. Chem lunch. What else is there to say? ერთი შეიძლება რაღაც თქვა წინა ეპიზოდის გაშვება საერთოდ არ გვინდა და არანეს არ უნდა და იმის გამო რომ ჩემი მიკროფონი არ მუშაობდა და ხალხო ყველაფერი გადავიმას თქვენი თქويا შევამოწოთ და მივხვდით რომ იყო კაბელში პრობლემა და როგორც შეამჩნიეთ I have a new cable. Oh, look at him. მოგწონთ კონტრასტი. ძალიან საყვარელია, აქამდე უნდა მოგოფიქრებინა ჩემი აზრით. და ანუ თან ის დღე მქონდა ძალიან რთული, ანუ ხუჩაბათი წინა და ძალიან რთული დღე მქონდა მართლა. ძალიან ორობზე ვიყავი და დავიწყე რომ მეთქი აი არ გამეტო რომ ეს ეპიზოდი გავუშვათ და იმიტომ რომ რაღაც ცუდი ხარისხია და ჩვენი მთავარი თემა ხარისხია და ხარისხი არ უნდა დავაგდოთ და ეს მოწობა ანუ რატო რეაგირება Nobody cares. არა people care I still care მაგრამ ანუ ძალიან რადიკალურად რეაგირებდი მაგრამ ბოლოს ხალხო არ ვარ მე ძალიან ისეთი მიმწოლი უაზროდ მაგიტოა რომ ანუ we're still friends. ხა მეთქი okay whatever პროსტა იცოდე რომ მე მაგის რილსებს არ გავაკეთებ იმიტომ რომ გული ამერევა და შევთანხმდით ესე მარტივად, მაგრამ იმედია ეს პრობლემა აღარ იქნება, იმიტომ რომ აი მართლა ვერ ვიტან, აი რაღაც პოდკასტში ერთ-ერთი რაც მთავარი არის აუდიო ცუდია მგონი. ხო, აი წინ ერთ-ერთ ეპიზოდში ხო გქონდა რომ ვიდეომ გაგუჭედა და ის უფრო მარტივად გადავიტანე. კი, იმიტომ რომ მაინც უსმენ რა საბოლოო ჯამში ხო მე არ მგონია რომ თუ ეგრე არის დიდი მადლობა, მაგრამ ანუ მე როცა პოდკასტებს უსმენ YouTube-ზეც ყოველთვის აი რომელიღაც მიგდებულ tab-ში მაქვს ჩართული და ან არა მე გააჩნია ვის უყურებ ზოგს იმენა თვალებში უყურებ აი მე მიყვარს ნოსტალგიის მომენტი Frenemies გაქნა ნახე No Trisha Paytas და არ დავასახელებ მეორეს იმიტომ რომ we don't like him Ethan Klein კონდათ პოდკასტი Frenemies ერთი მხარე იყო შავი მეორე მხარე იყო ვარდისფერი ძალიან საყვარელი როგორ არის აი ეგ უფრო entertainment based პოდკასტი იყო რა ანუ რაღაცებს აკეთებდნენ ჭამდნენ ან რაღაცა ანუ როდის იყო ამერიკაში პოდკასტები აი რაღაც რიშა მენა 4 თაობა გამოიცვალა მისთან ერთადაც პოდკასტებს აკეთებ ბაზარია and she's now succeeding ჩვენთან რა ხდება ხო პოდკასტების ობსესია არის ახალი ბუმი არის აღარ მე ხო და დავითით ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ჩვენი TikTok-ი იყოს აი საქართველოს კონტენტისგან shorts ნუ ხო მაგრამ მაინც ძრება ხოლმე განსაკუთრებით დავითთან და ამას უგდებს ახალ პოდკასტებს რა და ეს რომ მე ჩამიგდებს რომ აი ნახე დაიწყეს რაღაცა ანუ მე ჩვენ ძალიან გიხარია ზოგადად მაგრამ აი რაც არ მინდა არის რომ აი ზუსტად ჩვენ ნიშაში რომ გააკეთოს ვინმე ხვდები ხო მაგრამ მგონია რომ ძალიან რთულია რომ ზუსტად ჩვენ ნიშაში გააკეთოს ვინმე
არა ვაფშე არ ერთული ჩემი აზრით მაგრამ nobody's doing it ხო ანუ აი დალშე რო იყოს აი როგორც ამერიკაში მელ რობინსი და აი ყველანაირი ტიპის Joe Rogan ხო Joe Rogan ბინარი ქართველი მე მგონი არ არის ეგეთი. ხო და მე ძალიან მინდა, იმიტომ რომ აი რაც უფრო პოპულარიზაცია მოხდება, მით უფრო მეტი ხალხი დაუწყებს ყურებას, მე ეგრე ვუყურებ და ეს კონკურენცია ძალიან კარგი იქნება ყველასთვის. მაგრამ აი იმენა ეს არ მინდა რომ მოხდეს. მაგრამ მე მაინც არ მენდარდებს, იმიტომ რომ who are we competing against? ხაზარია რა, მე წეხსამ კიდია რაღაც მომენტში, მაგრამ თან ანუ ხო ხვდები, აი ეს გადაღება და მოპარვა რაღაცების არ მიყვარს ზოგადად. Yes. იცი რაზე ვფიქრობდი? მედი. ერთ-ერთი თავარი ჩემი კომპლექსი გამახსენდა ამ კვირაში რაღაც მომენტში არ მახსოვს და დავიმახსოვრე რომ თქვენთვისაც გამეზიარებინა რომ აი ვისაც ყავთ ლამაზი დედა ალბათ გამიგებთ მთელი ბავშვობა ხო ვხედავდი რომ დედა ჩემი ლამაზი იყო მაგრამ ერთ მშვენი ერთ დღეს დედა ჩემის დაქალი მაუნება რომ აი შენ კი კაი გოგო ხარ მაგრამ დედა შენი სულ სხვანაირი იყო და ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტი რომ დედა ჩემი ლამაზია და რაღაცნაირად რაღაც back in my mind ყოველთვის იყო რომ აი რატო არ ვარ და ეს გენეტიკა ესე რატო მუშაობს და აი ადრიანა ლიმას შვილზე არის ხოლმე ეგ თემა ძირითადად რომ აი ეს ვალენტინა ლიმა არ არის ესეთი ლამაზი როგორიც ადრიანაო და აი მთელი ეს ბულინგი ამ ბავშვის და მეც მაგ აი ესე პატარა მასშტაბებზე ეგ გამოვლილე ძართულია ანუ და ძალიან ბრაზდები იმიტომ რომ მამა ჩემი ცალკე ძალიან კაი გარეგნობისაა ჩემი აზრით დედა ჩემი ჩემზე უკეთესი გარეგნობისაა ანუ ეს წვილი ხო შეიძლება რომ უფრო კარგი გამოსულიყავი ანუ რატო ლაპარაკობ ეგრე ანუ stop ანუ იმას კი არ ვამბობ რომ ახინჯი ვარ ხალხო უბრალოდ ანუ დედა ჩემზე უკეთესი რატო არ გამოვედი როცა მამა ჩემი ძალიან კაია მამა ჩემი სწორ თვალები რომ ქონოდა რაღაც დედა ჩემის ის აი ხო ხვდები არჩევა გინდა და ეს ანუ უფრო კარგად რო დაწყოლებულიყო და აი მომენტიდან და ჩემის აკალმა ეგრო მითხა სულ მეფიქრება რომ აი რატო ლაგდება ეგრა რა Anna you are perfect Thank you ანუ ხალხო მე მინდა მოდი აქ თავი პრობლემა არის არა ანას კომპლექსი არამედ საქართველოში რა ხდება ანუ გამოყლებდა ყველა მაინტერესებს ჩვეულებრივად ანუ ჯერ ერთი ეს ეხება ძირითად შემთხვევაში გოგოებს მარტო იმიტომ რომ ანუ რაც მე მესმის რომ ნათესავები გოგოებს რასაც ეუბნებიან ან რაც მე მესმის რომ ანუ აი მეზობლები გოგოებს რასაც ეუბნებიან ან ზოგადად გოგოებზე როგორ ლაპარაკობს ხალხი შტერდები ჩვეულებრივად ანუ it's insane როგორი პერფორმატიული ფემინისტია Wow I love that for us რომელიმე წიგნი დავიღო და matcha latte and that's it ანუ მართლა ძალიან weird არის და ანუ please stop doing გამოგიცდია ეგეთი რაღაც ხო დაწუნებული ვარ რა გენაღლება ანუ აი ჩემი აზრით ძალიან ბევრი ადამიანი can relate იმიტომ რომ აი მეგიც მაგაზე მეუბნება ხოლმე ოღონდ მეგისთვის მე მგონი არაფერს არ უთქვამს თვითონ არის მაგ გონკებში და ხსმენია ხო ანუ I'm not alone არა დედაზე არ მსმენია და ეგეთი კონკრეტული მაგრამ ანუ ზოგადად აი weird კომენტარები და ვა დასუსტებულ ხარ და რაღაც არ ჭამთ რაღაც ეგ უკვე არ მიყვარს ანუ საქართველოში რომ აი გაშვებული არის წონაზე ლაპარაკი ეგეთი არსა დედა ჩემი ეგრე შეიძლება აი რენდომ ნათესავი შეხვდეს და მეორე წინადადებაში უთხრა რომ უი როგორ მოგიმატია მეთქი დედა stop it ოღონდ აი ფილტრი არა გქალს რა ის კი არა რომ ცუცვა იმიტომ რომ ეგრე გაიზარდნენ იმიტომ რომ გონიათ რომ ეგ არის ნორმა და ანუ ჩემთან რო გაზდის და ყოველ მეორე დღეს რომ მეუნება გონიათ რომ ყველასთან გავვა და მეთქი დედა არ გაგივა ხო ხო ყველა ჩავიხუტოთ ანას ისა შემჩნია ბოლო TikTok-ი რაც დავდეთ რამდენიმე კომენტარი რომ სკინი ხარ I know you guys. And she is you guys. Like I barely see her now. Ექსიკლოც უნდა დავიკლოთ ხახავ ამბობ და Oh my god. მადლობა რომ გამახსენე. ხალხო ავისროლა ჩემი ოცნება და ვიყიდე. Treadmill ვერ დავარქვა walking pad. სასიარულო ბელო. მაგრამ მე ვეძახი treadmills, რომ სარბენი ბილიკით გავიდეთ წინ. ანუ ხირდა ხალხო 800 ლარი და ზუსტად 7 თვე ვფიქრობდი მეყიდა თუ არა, ანუ ცოტა აქ. იმიტომ რომ 700 ლარი შემიძლია დავხარჯო 3 დღე საჭმელში. ანუ აი მართლა რაღაც აი კალკულაცია რომ მოახდინეს ვიღაცამ ჩემი გასავალის. ჩემი გასავალის შემდეგ ალბათ გადახდება ვიღაც საერთოდ. მაგრამ აი მე რომ რა გონკებში ვიყავი 7 თვე იმენა ვიფიქრე ღირდა თუ არა აი ეს თანხა ამად რომ ეს მქონდეს. მაშინ როცა ფიტპაში ტყუილა ვიხდი ყოველ თვეში 95 ლარს არ დავდივარ
და როცა მივდივარ მარტო იმიტომ რომ VR ხოლმე რა, ანუ ერთადერთი მაგას ვაკეთებ, რაც ძალიან კაია სიარული, ძალიან ბევრ ამას სulis ხალხო. მნიშვნელოვანია ძალიან. ამიტომ აი თან ცუდი ამიდრიოა და გასვლა რო გეზარება გარეთ, ამიტომ ინვესტიცია მოახდინე ძალიან დიდი. Are you ready for that you guys? როცა მე ვიქნები Giselle Bündchen 2.0. Exactly. I'm so happy. თან ძალიან ავარო ჩანი ვიყიდე ტიშტო. ხო, ვასლორი არ ამგონერია ფიყოს. არა, ეგრე ღირს. ეგრე ღირს ყველა. ჩაშენებული აქვს დინამიკი, ჩართული მაქვს სიმღერები და დავდივარ. მე მირჩევნე ყურსის მანები, ყოველთვის. აი treadmills-ან რაც არ უნდა იყოს ყოველთვის მირჩევნე ყურსის. შეიძლება მეც მერჩინოს, მაგრამ ხო ხდები რა ხან მაგ საშუალება. და აი მაგ დროს პოდკასტები არის მართლა იდეალური. აი იდეალური. შაბათკვირა მქონდა აი რეალიზაციის ყველაფრის რა აი რატო უნდა ვიყო corporate bitch როცა შემიძლია ვიყო როცა კრისტიანო რონალდოს ცოლმა ჯორჯინამ ხო ეგრე ქვია და ანუ მესამე დღე მაგ სამსახურში და ვხსნი ინსტაგრამს და აი ამ ხოლმე ბრილიანტი მიყურებს კულინანი ქალისგან რომელიც არის უსექსუალურას ანუ ყველაფერი აქვს რაც მე მინდა უთესლესი გოგჩა ხო იცი რა შურცდია trophy wife ჰა თეთრი შურით ამბობს ამ ყველაფერს მაგალითად. ხო, იასნადანი ყველაფერი აქვს, რაც მე მინდა და მე ამ დროს ვზივარ და გავაკეთო. ანუ მართლა გონები, ჭკუიდან გადავედი ეგ დღე და მე შაბათკვირა მქონდა რომ მეთქი ანა უნდა განიტვირთო და ჩემი განტვირთვა არის თურქული სერიალი. და რაღაც სერიალი ჩავრთე. თან ანუ ქართული გახმოვანებით ხო არ დევს და ისედაც რავი და რუსული გახმოვანებით უყურებ რადგან ინგლისური გახმოვანებით არ არის და 28 2 საათიან სერიას ვუყურე 2 დღეში ანუ ამ დონეზე წესიყავი დაცემული მაგრამ ძალიან მიხარო და აი ხო ხდები ეგეთი მარტივი მინდა აი რაღაცა რა ჩამერთო ეხლა რა არის ყოველს აი Succession ვერ განიტვირთები ხდები იმიტომ რომ აი უნდა გაყვე და აი აქ რა ხდება და რაღაცა თურქულ სერიალს გავუშვებ მიდის გაიზეირნო პარკში კარგი ამინდები აუზე წახვიდე იბანა ერთი წვიმდა შაბათკვირა ჩემ განწყობას იმენა დააკვდა და არ მოხსოვდა რომ წვიმდა ხო კი მაგრამ გასაინების პრობლემა არ მაქვს იმიტომ რომ სამშაბათ დღეებშიც ანუ სიარული სულ მიწევს რა ეს ნაკლებობა არ მაქვს რაც შენ გაგაკეთებს remote job-ის მქონე ადამიანს ხო მქონი დღეში ან კვირაში ვაკეთებ 1k steps კვირაში ვაკეთებ 1k steps really it's insane not me babes cannot relate იმიტომ რომ მე დავდივარ კილომეტრებს stop პრესომობდი დავიწვა თურქულ სერიალებს რო ვიყავდი which is weird ვიცი ანუ იმენა დამაჯვით ამის გამო არ შეგეწინააღმდეგებით იმიტომ რომ ჩემ და ქალებს მეცემოდან უყურებდი როცა თურქულ სერიალებს მიხსენებდნენ მაგრამ მე ვარ სასოწარკვეთილი რომანტიკოსი ხალხო და იქ ისეთი slow burn რაღაცა აქვს რომ 28 სერია ღმერთს ვიცავ 28 სერია ველოდე რა ბოლო სერიის ბოლო წუთს აკოცეს პირველად ერთმანეთს არ ვაკომენტარებ, სერიოზულად არ ვიცი, აი მეც მინდა რომ რაღაცაი დინამიკა იყოს ჩვენ შორის, მაგრამ ხალხო აი ვერენერდო რა კომენტარებ. ანუ მართლა ვერ ვიგებ. ვერ მოვყვები. აი თურქები არიან გენიოსები, მართლა გეუბნებით, აი 28 სერია ისე რანაირად გამაჩერეს ელემენტარული კოცნაც არ ყოფილა ხალხო. გიჟივით ვეძებდი მომენტებს რომ მეთქი რაღაც ხელი დაადე სადღაც 21 სერიაში ერთმანეთს. რადგან სერიალებს გადავედით, უცებ მინდა და რომ განმეხილა. აუ ძალიან ერთი წამი სანამზე ჩავიდა გარეთ ხალხო. სპეციალურად მეცია ეს მაიკა, იმიტომ რომ აქ ჩემი 10 lines დაინახოთ. ყველაზე ბედნიერი ვარო ეს მაგ. Are you fucking kidding me? Humor chance. ყველაზე მეტად მიყვარს. თან ზღვაზე ხარ ყოფილვარ. სხვა შორის ბათუმში მივიდივართ მე და დავი. ან თუ სადღაც იბიცაზე არა, მწელს ბათუმში. ბათუმში მაინც ვიქნებით. ხო და რაჭაში რა ვიყავი სპეციალურად კუპერნიკები ჩავიცვი. დავწე იქი დავიზაგრე და ერთ დაწოლაზე გამიჩნდა აი ეს ხალხო მთის ზაგარი ტოპ. მეც ეგ ვიცი რომ ძალიან ინტენსიური არის. სუეჩი იმენა ძალიან კაია და ხა ბათუმს რომ მივამატებ. It's over for you bitches. Okay, go ahead. ახლა რა შეხება თურქული სერიალებიდან გადმოვიდოთ ქართულ სერიალებზე. ერთხელ ვახსენეთ Winnis-ის მერი მგონი ეგრე ქვია სერიალს და ხალხო TikTok scroll-ავდა ამომიგდო ამ სერიალის რეკლამა. ნუ რეკლამა რა whatever TikTok-ე და იცი ვინ აკეთებდა narrations. ვინ? ჩავიწერე სახელი არ მახსოვდა ერთ წამს. ნინო კასრეძე? არა, თეა გვასალია. ვინ არის თეა გვასალია, იცი? ავთოცქვიტინიძისა და იცი რა საყვარლობა იყო. მეთქი ვაუ, ხალხო თან ყველაზე გადაობა მე მივხვდი. არ მაყურებინებ? ერთი წამი დავამთავრე და მე ერთად ვუყურებთ ყველა. Okay.
ყველაზე ჭკვიანური იყო ანუ ჯერ ეს ერთი უდიდესი ამბავი გვაქვს ქართველებს უნდათ უნდა აღვნიშნოთ არის რომ შემოვიდა საქართველოში cherry coke ხო მეც ნახე cherry მაგრამ მე ხო ერევანში ხშირად დავდივარ და იქ უკვე იყო ხშირად აი განმემართა სიტყვა ხშირად It was a joke you bitch და ანუ მაგ ახალი cherry coke-ის ინტეგრაცია იყო თან ეს ქალი ხო ცნობილი არის რომ ამბობს რომ კოკაკოლებით მიუჭახუნ კოკაკოლები ხო და ანუ აი ძალიან კარგი ის მეგონა you guys ანუ ვინც ეგ ყველაფერი მოიფიქრა needs a raise სანამ მერი და ლიზა საკუთარ გრძნობებში გარკვევასა და პირადი ცხოვრების დალაგებას ცდილობდნენ მერის უმცროსი დის ქორწილის დღეც დადგა რომლის გრძელი ფატა მერიმ პატარძალზე ადრე მოიგო დაეხმარება თუ არა ეს რიტუალი მერის სწორი არჩევანის გაკეთებაში დისთან ერთად გამოცხადდება ქორწილში ლიზა და იხილავ თუ არა სუფრაზე პროფესორ ილია ვეკუა სულ რამდენიმე დღეში შევითხოვთ Okay thank you არ მოგეწონა Thank you Thanks for sharing. ათასამასი ლაიქია. ანუ მე იცით რა ადამიანი ვარ. აი რაღაც TikTok-ში შემოხდება და ძალიან რო გამეცინება და რა დავალაიქებ და მე რო დავხედავ და 30 ლაიქი რო აქვს და ლაიქს რო ვქენ. მოი რა ხახო ვამბობ აი რაღაც აი ამას წინათ ვიყავით კაფეში გასულები და მაგას ვლაპარაკობთ. ის რო საქართველოში როგორი აი ძლიერი აი მიტყდება კულტურა არის. და ან არის უდიდესი მსხვერპლი. ანუ მეც იასნია და მე მაგაზე ვქონდა. შარაბ, ზუსტად მაგაზე ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ ორ შორის დავითი უფრო არის ტიპი რომ მიტყდება. ანუ აი მე რაღაცები არ გამიტყდება რა, დავხვდეთ რომ დავჯდა და ვიდეო გადავიღო, არ გამიტყდება, ამას უფრო გავუტყდება. არ მიტყდება უბრალოდ, ანუ ყველაფერს თავისი ის. უბრალოდ ტეხა. აბა ეს რა არის, ვერ გავიგე. კაი, მე მაინც ის მიტყდება, რაც რეალურ ცხოვრებაში ხდება. შენ გიტყდება რომ 91 იყავი დაბლაიქებელი? ქართველებზე არა, ანუ ხო ხდები რაღაცა ის სასაცილო რო არის და მეთქე ისე დებილობაზე რატომ მეცინება მე და მარტო 30 ადამიანს და არა 30 შეიძლება ჯერ არ ყოფილა viral. I don't know. I like to be unique and I like to be ahead of times. მიხდე? და შენ პირიქით ხარ, გინდა რომ შევერთდე ბორბოს, როცა უკვე popular არის. ზუსტად. Which one is better? ჩემი გზა უფრო მარტივია, ამიტომ I'll take it any day. Oh. კიდე, ანუ თუ შეამჩნიე, რომ მთელი ზაფხულია, ან ინიშნება ხალხი, ან ქორწილი აქვს, ან ბავშვაჩენს. I'm gonna fucking lose it. ჩვენ ვართ ბავშვები. ანუ I'm just a kid. ოღონდ მართლა, ანუ ყველა ჩემ გაშემო კურსელი, კლასელი დაოჯახდა, ბავშვი ყავთ. რაღაც მეორეს ელოდებიან. ანუ მე ვაგვიანებ თუ ხუთასახლი ყიდა ეს. ცოტში მე ვაგვიანებ თუ სხვები არიან ძალიან. იცი რა არის, ყველას აქვს თავისი გზა. ამიტომ გაყავი შენ გზას. სხვებს ნაუყურებ. Oh my god, thank you. I needed that. მაგრამ ჩემ მომეცით ხალხა, what the fuck is happening? გავჩინოთ თუ არა ბავშვი. არა მართლა, ანუ ინიშნებიან, თან მთელი, ანუ მე მგონი დაშა მთელი წელი არის ეს ხოდი მიმდინარეობს. შენ ხო ჯერ ბავშვი ხარ და ალბათ შენი პაკალენი არ არის მაგ დღეში, მაგრამ ჩემები გეფიცებით ხალხო მართლა აი Facebook-ში წავშლილი მქონდა რაღაც პერიოდი და ცოტა იქ განვიტვირთე. თორე რომ აი ხა რო გავხსნა, იქნება ვიღაცის ბეჭდის ფოტო. Not that I'm jealous or anything you guys, მაგრამ ხო ხდებით? სად გვეჩქარება? მაშ. მაგრამ მე არა, sometimes it makes sense. მიხდი ანუ მაგრამ იცი რა პრობლემის წინაშე ვარ? ყველა უკვე არის ცოლმოყვანილი. ანუ ახალ, ჩემ სამსახურში ახლა ხო, ბევრი ბიჭები არიან. მოგწონს რა მაგა? არა, მაგრამ ანუ ყველა სოლი ყავს თუ რაღაც. თუ რაღაც. ანუ ხო. გაგძელი, I love it. და რა უნდა ვქნა? ანუ მართლა მაგვიანდება ხდები. ეს rage bait-ი არის, ახლა თუ მართლა ეგრე ფიქრობ, მაინტერესებს. არა, ცოტა ეგრე ფიქრობ რაღაც მომენტში, იმიტომ რომ კარგ ბიჭებს დაითრევენ, უკვე დათრეულები არიან, ბანძები არიან დარჩენილები. არა, ბანძო ბიჭებო, მიწერეთ ანას გთხოვთ as soon as possible. Yeah. და დააპატიჟოთ date-ზე და უკვე შოკოლადები. სად დამპატიჟონ date? სად გაგისწრებოდა? მოკლედ, ძალიან თესლა რესტორანში დაპატიჟეთ date-ზე. მე ეგ dinner რომ მორჩება მანქანაში ჩაისვით და McDonald's-ის drive-thru-ზე გაატარეთ. მიყარ ხა, you know me too. I know girl. Okay. და მე ბილბორდში და What the fuck? ერთ დრამაზე მინდა ვისაუბროთ, ვიცი რომ გულთან ახლოს მიიტან შენს. იმენა არა. ნიკოლა პელცი გაგია? კი. კარიჩა ბრუკლინ ბეკჰემი, რომელზეც ორი სიტყვა მინდა ვთქვა, რომ იყო ჩემი პირველი კრაში. როგორც იცით, Nepo baby-ებზე მე მაქვს
ჩაჭერა ჩვეულებრივად და ეგ იყო ზუსტად ჩვენ ხელა, ვინც 2000-იანები ხართ და აი პირველი ისტორია რაც მახსოვს არის რომ ბექემების შვილი იყო და მუშაობდა რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად სადღაც 14 წლის ასაკში და ეს ის რო არის რომ ანუ საქართველოში არ იყო მოსული მე რო 14 წლის ვიყავი რომ გვემუშავა ხდები და ანუ მეთქი რა მაგარი ხოდი თან ამდენი ფული აქვს და მაინც რომ მუშაობს როგორი down to earth და სიმპათიური გულისიღმაში მართლა არ მესიმპათიურებოდა დიდად, მაგრამ თავს ვაჯერებდი რომ სიმპათიურიც არის. კარიჩე, მეოსებოდა ეს ბიჭი. გავყვები. Chloe Gomez-ი თუ ვიღაც რო არის, ხა იცი, ეგ იყო მაგის შეყვარებული ადრა. Whatever. ხა და მე კარიჩე ეს ნიკოლა პელცი, პელცია ხო გვარად? ხო. არის მილიარდელი შვილი, ანუ ჩაქცეულიანი. მე მგონი უფრო მეტი ფული აქვს ვიდრე ბექემებს ყოველ პანჩი და კარიჩე ესენი დაქორწინდნენ 2022 წელს. დრამა დაიწყო. მანდ ვიყავთ ჩვენც. Yes, we were invited. Okay. დრამა დაიწყო იქიდან 2022-ში, რომ ნიკოლას უნდა ჩაეცვა ვიქტორია ბექემის, ანუ თავისი დედამთილის კაბა, იმიტომ რომ დიზაინერია, როგორც იცით, მაგრამ ბოლოს ჩაეცვა ვალენტინოს კუტურის couture. Yeah. კაბა. და დადო მაშინ ფოტო, რაღაც დამფი ინსტაგრამზე, რომ რაღაც family is the რაღაც ანუ ოჯახიო და რაღაცა რა ესეთი caption ქონდა და თავისი ოჯახის ფოტოები იყო მარტო ქორწილიდან და ბექემები ვაფშე არ ჩანდნენ რა და ვითომ ოჯახის რაღაც ზეციურობაზე ლაპარაკობდა whatever ხა და აქედან ვაიწყება დრამა ეს ვიქტორია და ნიკოლა არაფერს არ ულაიქებდნენ ერთმანეთს რაღაც პერიოდი არც უკომენტარებდნენ. კარიჩე ჩვენ ამ ბიფს ხედავდით აი ამ ლაიქ კომენტარებში რომ არ არსებობდა თორე როგორც იცით ვიქტორია ის ხალი არ არის რომ ესე სახალხო დაალაპარაკოს მთელი მსოფლიო რომ აი ესე ხდება და ესა whatever. მე რაღაცნაირად დაახლოვდნენ, ერთადაც იჩითებოდნენ, რაღაცაი შარშან ალბათ, ხო? და ეხლა ისე ახალი დრამა დაიწყო. Vaulniul რო იყო. კი. ანუ ეს რაღაც ფიცის განახლების ცერემონიალი ხალხო 2025 წელია, ხო? ეხლა ანუ 3 წლის წინ იქორწინეს და უკვე განაახლეს რა. და ეწამის სანამ გაგძლებ უცებ ვიტყვი რომ Vaulniul არის წევლა ჩაულებრივად. იმიტომ რომ housewife-ებს ვინც უყურებს, ყველა მიცის რომ ყველა მით გაკეთებ Vaulniul, ყველა მერე შორდება. გაგზელებ. სვეჩის. გაგზელებ. ხო და ანუ ჯერ ძალიან სასარი, იმიტომ რომ მაგას აკეთებენ რაღაც 20 წელში, რომ 20 წელი ქორწინეს. 3. The fuck. მაგრამ თავი რა მოხდა ისეთ რომ განსანახლებელი იყო. ქორწილი როცა ქონდა ძალიან ბევრი ფული დაიხარჯა, მაგრამ რაღაც დრამა იყო იმ კომპანიას შორის, რომელიც აორგანიზებს ქორწილს და ამ ნიკოლას ოჯახს, იმიტომ რომ ნიკოლას ოჯახი აფინანსებდა ალბათ მაგას, რომ ქორწილამდე ერთი თვით ადრე ისინი დაითხოვეს ვაფშე. ქალიშვილის ოჯახმა გადაიხადა. ხო, დაითხოვეს ვაფშე და ახალი კომპანია აიყვანეს, მე რაღაც lawsuit იყო ამ ყველაფერზე რომ უჩიოდა ნიკოლას მამა ამ კომპანიას ქორწილის ვინც გეგმას whatever. ანუ ეგეთი ჩიპ რა პონჩი უნდა იყო მილიარდელი ხარ ჩაიჯვი და გადაიხადა ხო ეგ ფული ზუსტად მაგრამ ალბათ არ გააკეთეს ისე როგორც უნდა და თავის ხო და იტირაო და ანუ მაგის გამო მოხდა ეს რეალურად რატო იტირა აი როგორ მაინტერესებს რატო იტირა იმიტომ რომ მილიარდელი რო ხარ ალბათ კონკრეტული ხედვა გაქვს როგორი ქორწილი გინდა და ისეთ რო არ მგონია ყველას აქვს უბრალოდ და მე ანუ არ ვიცი ტირილი ჩემს თვითონ იმაჩარი მაგრამ როცა ფულს იხდის სერვისში უნდა მოგცენ ის რასაც გადაიხადა ფული 100% ხო და კარი შეეხლაც ეგრე გააკეთეს და არავინ არ ესწრებოდა ბექემების ოჯახიდან ანუ ცოტა რაღაცნაირად ეხავს იმიტომ რომ თან ბრუკლინი არის ყველაზე დიდი sibling ხო ანუ აი ძალიან მშობლიური დამოკიდებულება რა უნდა ქონოდა თავის ძმებთან და დასთან და აი პატარა შვილები უფრო არიან ხოლმე ეგეთი რებელები რომ მიდიან სახლიდან და რაღაც მაგრამ ყველაზე დიდი რო ხარ აი ცოტა დასტოენი უნდა იყო უფრო არ ვიცი აი ჩემთვის ძალიან არ შენ უფრო პრობლემა ბიჩია იმიტომ რომ შენ არ გინდა რომ ვიქტორია ბექემს დააბრალო რა ვიქტორია ბექემი მგონია რომ ძალიან გაიძორა ხალი არის და დეგენერატი იმენა ბულერი მაგრამ თან მევასება მეც ეგრე მგონია რომ აი იმენა nightmare არის as a mother-in-law კი და ანუ აი დარწმუნებული ვარ რომ მომსახურე პერსონალს ძალიან ცუდად ექცევა თავის სახლში არა ის ვიდეო გახსოვს Netflix-ის დოკუმენტური I don't give a fuck We're very working class. Be honest. I am being honest. Car, what did you get your dad to drive? It depends. No. Okay, What in the car? 80s my dad had a Rolls Royce. Thank you. That delusion though. ანუ
მეოსებიან აი ეგეთი დონის delusional ქალები რატო არ ვიცი delusional არ არის, ეგ არის პროსტა რომ კაი თესლი იმიჯი გქონდეს, რომ ანუ არ ხარ ეგეთი rich. მაგრამ თან რო ის დეივიდი ძალიან თესლი გამოჩნდა რომ იმიტომ რომ ეგ მართლა მგონი მართლა humble background dog მაგადამის. He cheated on her. Just so you know. Humble background. ეს უბრალო ჩანართი რო იცოდეთ. ხო და არ ვიცი რა ხდება, რა ვერ გაიყვეს. ანუ აი მართლა ამდენი ფული რო გაქვს, აი რახაზე ჩხუბო. გავიგოთ. მეგობრებო, ჩართით თქვენი ნაცნობები. გავიდეთ როგორმე პელსებამდე ან ბექემებამდე. ან სელენა გომესამდე, იმიტომ რომ ნიკოლო და სელენა არიან და ქალი. სელენა გომესთან რო გადიხარ. მარტივად გავალთ. სელენა გომესთან რო გადიხარ, რომ ეს დრამა გაიგო და არა ყველაფერი სხვა რაც მოხდა, ეგ არის ყველაზე iconic, ანუ აი. იმენა გამოშტარდება, გოგომ შეიძლება გითხრას, რომ და what about me? ეგ შენ ხარ. საჭი. ანუ ეს ისე ცუდ ადგილას არის, რომ აი ხელი მომტყა და შენ თავს ვიცავარ, არ ვიცი რა ვუქნა. ძალიან ბევრს არ მეწონს რომ ხელში გუჭიროს, მაგრამ მე მგონია რომ it's a vibe. კი, ანუ პოდკასტის vibe ეგ არის. არა, მე ზოგ თუნდა რომ აი ასე რაღაც აი გვეკავოს თუ ან დაჭერილი რო არის ხო ეს. You're not gonna get it. You're not gonna get it, babe, unless we'll get some sponsors. აუ კოცძალიან დავიღალა რა. ანუ ხალხო, პროსტა მინდა რომ ვინმე აი რაღაცა აი ბარტერი ან sponsorship აი ხალხები ცოტა ინფლუდრო ვიგდნო თავი იმიტომ რომ რაღაც სხვა გაქანება აი პროსტა გამოცდილების პონჩი თორე ხო იცით რომ სამსახური მაქვს და ფული არ არის მე იცი რა მინდა მე იცი რა მინდა აი ამერიკაში ძალიან მომწონს ეგ დამოკიდებულება ინფლუენსერების მიმართ რომ აი peer package-ებს უგზავნიან და არავნაირი მოთხოვნილება რო არ გაქვს ჩემი ყველაზე საყვარელი ვიდეოებიც რომელია ინფლუენსერები რო დასასვენებლად არიან დასულები და peer packages რო დაგროვებული არის და რომ მიდიან და მთელი ოთახი რო სავსე აყოლთებით აი სუნთქვა მეკრის ხოლმე მაგას რო უყურებ და მეთქი გახსენი მაჩვენე გახსენი I know I'm obsessed Oh my god მეც მინდა peer packages. ანუ რაღაც ერთნაირი feelings რო გვაქვს რაღაცებზე, მაგრამ ჩემი რო ყოველთვის ბევრად რა გამწევ. ჯერ პროინტაციური არის თან ანუ რატო ვერ ხვდები? მე იმაზე მაქვს პრობლემა რომ ძალიან ბევრ რეკომენდაციას გავცემ და არასდროს არ მაქვს პრობლემა რომ კარგი რეკომენდაცია გავცე. ანუ ეს ზოგიერთი ვიცი რომ არის genuine ეგრე რომ ანუ აი თუ არ გადამიხდენ არ ვიტყვი რა კარგია. ან პირიქით ახლა ხას უსმენდი TikTok-ზე stories New York ტიპზე რომ რესტორანში ავია და გვერდზე მერჩა ინფლუენსერიო და ჩეკი მოვიდა და ეუბნება რომ ანუ can you like hook me up ანუ ინფლუენსერი ვარ 17000 კამაკო Instagram-ზე girl New York-ში ხარ 17000 კაცი ეგ არის bare minimum გონი რომ ადამიანს კონდეს მან მე რეკნესა და ანუ მენეჯერმა იყვანა და უთხრა რომ ანუ არა უბრალოდ ეგრე არ ვაკეთებ ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ შეგვიძლია ლისტში ჩაგსო რომ ივენთებზე მოგიწვიოთ რა which wow ანუ მართლა what a nice deal I would take it any day 50%-იან discounts მაინც არ გამეკეთებ და ანუ ჯერ ეს ერთი აი აქ მე როგორც ქართველი ვიტყოდი რომ არ გიტყდება ბაზარი არ არის მაგრამ ანუ იმენა she was on a mission ხო მაგრამ ანუ არა და მე ეს გვერდზე ვინ შეჭდა ტიპი იყო თურმე ეგეც ინფლუენსერი იყო და ანუ თქვა რომ შენ შეგხომ არ გაქო და მე თქვა შენ არ გესმისო და თურმე ამას ხარია ანუ ხო ნიუ იორკში რა ორი მაგიდა არის და ორივეზე ინფლუენსერები და ამას თურმე 4 მილიონი ფოლოვერი ყავს და თავისი კონტენტისთვის გამოიყენა რომ ეს ამბავი მოყვა ხო? ხო, ჯერ ეს ერთი period, ჯერ ეს ერთი აი ამას გვიჭყვი, ამას გვი recycle. Yes. მაგრამ ხალხო, ანუ არა, ეგეთი გონორით ცხოვრებაში არც არ გაიჭიროთ. ანუ მაგაზე გამახსენდა ძალიან დიდი დრამა იყო ამას წინათ TikTok-ზე, რომელიღაცა რესტორანმა სან-დიეგოში მიწერა ერთ-ერთ ინფლუენსერს, რომელსაც არ ყავდა. ბოდიში, აუ ძალიან დიდი ბოდიში გაწყვეტინებ. ხედავ ბოდიში ვიხდი როცა ვაწყვეტინებ ხალხს. იმ არა ერთი მთავარი დეტალი გამომრჩა რაც მის არ მნიშვნელოვანი რომ ანუ კაი თუ არ გადამიხდით ანუ არ გადამიხდით და არ თავდება იქ რა 50%-იანი არა ხო და ანუ მაშინ უბრალოდ შემიძლია თქვა რომ ძალიან არ მომეწონა სერვისიო ანუ ხახო იმენა არ მესმის როგორ უნდა იყო ეგეთი აი არ ვიცი ეს არის შანტაჟი ეგ არის შანტაჟი და ეგ არის გოიმობა sorry გაგზელა კი გოიმობა კანონით იშება ხო იცით შანტაჟი და გოიმობა დაკვალიფიცირდება ესე ახალი პუნქტი რო ემოდება გოიმობა შანტაჟი გოიმურად დამამძიმებელი გარემო ძალიან მიყვარს აუ მე შე კოდექსი უნდა დავწეროთ ნახევარი სიტყვები რო ინგლისურად ახლა ძალიან კაი იქნება უგთხო ეგ არის შენკენ კი ანუ ჩემი ექსპერტიზა და შენი შემოქმედებითობა საგანი უნდა დაემატოს თესავში დედაჩემს სულ უნდა და რომ ლექტორი გამოსულიყავი და მე წავიკითხო გოიმობაზე
Goimaba სამართალში. არა გოიმობა ცხოვრებაში უფრო საინტერესო იქნება და შემიაზრეთ. გიჟდები, ღმერთო რა კაიდები იბადება უცბად. Okay. Back to what I was saying. ესეთი დრამა იყო ამას წინათ TikTok-ზე. მაგ შენ პათოს რო გავუყვეთ რა. რა ერთ-ერთმა რესტორანმა მიწერა ამ ინფლუგოგოს, რომელსაც არ ყავდა ბევრი ფოლოვერი რა. აი მოდითო ჩვენთან რაღაც სეტაპს დაგახვედრებთო, გასინჯათო და პრესტო რა გააპიაროს რა. მისულა ეს გოგო და რო დაუწყია რაღაც მოუტანიათ ჯერ რაღაც მოსულა მაგ დროს რესტორნის მფლობელი ვინც არის და თურმე ჩუმად ეკითხება რა მარკეტინგის მენეჯერი ვინც ყავთ მაგას რომ ამას რამდენი ფოლოვერი ყავსო და 17000-ია თუ რაღაც რა შეიძლება 17 იმენა ვიგონებდა ხო და ჩემ შულსო მაგაზეო 10 ჯერ მეტი ყავსო და ანუ ესო საერთოდ რატო დაბატიჟეთო და ამ გოგოს ესმის ეს ყველაფერი ხვდები და მე მისულა ეს კაი ხნის წინ ვუყურე ამ დრამას და თქვა დეტალები არ მახსოვს მაგრამ რა მოყვა ამ ყველაფერს რომ ამ გოგომ ვიდეო ჩაწერა რომ ისე მომექცნა და ძალიან ცუდად უთხრა იმან რომ ვაფშე შენ ინფლუენსერი გონიაო თავია თუ რაღაც რა და მე ეს ვიდეო ძალიან გავარდა და ძალიან ცნობილი ყოფილა სხვათა შორის იმ რესტორნის მფლობელის შვილი და დააკენსელეს ეს რესტორანი დაიკეტა საერთოდ ამ გოგომ თავისმა შულმა 20 საბოდიშო ვიდეო ჩაწერა რომ ბოდიშია მამა ჩემისთვისო ისე ეგეთი არისო და ჩვენცო ყოველდღე ვიტანჯებითო მაგის გამო, მაგრამ მე როგორც ჩვილიო ვერ ვაკებო მამა ჩემის გამო პასუხსო, ანუ იმენა რაღაც მომენტში მეწოდებოდა, მაგრამ მე ამ გოგოს ვიდეოებს ჩავუყევი და აი ყოველი მეოთხე ვიდეო აქვს მამამისთან ერთად და თუ ესეთი დარეხვილი არის, მაშინ რატო აქვს ესეთი ახლო ურთიერთობა? იმიტომ რომ მამა არა, მამებთანაც შეგიძლია დისტანცია. ნუ, ეხლა მამა ჩემი ყველაზე კაი მამაა და არ ვიცი, მაგრამ ზოგადად. ხო და, კაროჩე, უნდა გაუფრთხილდე ყველას, ანუ მეც რო რაღაცა ცუც არ ვაკეთებ, იმიტომ რომ შენ არ დაკენსელდა, okay? მადლობა. Exactly. ჩიტო. რესტორანს რა ჩახება? მე მინდა ახალი რესტორანი გირჩათ მეგობრებო, ესეც დავსპონსორებთ სამწუხაროდ. Blends ქვია. არის რიგის ქუჩაზე და არის უგემრიელესი, უბრალოდ ბოლოს რო ვიყავით ვაღიარებ, I'll be honest. ანუ ერთი წამის შესაძლებელი. ანუ ესე აქო ხალხო და დავითისკება იცით როგორი, აი უკარგესია მენიუ უკარგესი. მართლა კარგი მარიანა. რაღაც ინტერიერი ძალიან კაი, ის ძალიან კაი და უნდა წავიდეთო და სტამბიდან რიგის ქუჩამდე ფეხით ამიყვანე, ხო? და მეცო ქუსლები როგორც იცით, სამსახურში ქუსლებიდან. ხო და ანუ სახე გამაძრო და მივედით არავინ არ იყო რესტორანში. ვიყავით მე და დავითი. ორშაბათი იყო. ეს ჩემთვის არის იმენა მიკრობს ხოლმე მთელ ენთუზიაზმს ობიექტზე შესვლის. აი ხალხი თუ არ არის, ეგრევე არ მინდა. როგორც ერთხელ ვახსენე მე მგონი და ხალხი თუ არის, აი თვალ რო დუქანი იყოს, იმენა მინდა და იმენა რიგში ჩავდგები რომ შევიდა. კაი, მე და დავითი ვიყავით, ესეთი VIP მომსახურება იყო. ნუ რა შემიძლია თქვა, ის ვამბობდი, მაგრამ salmon და რა ვჭამეთ? ორაგულის ბუტერბროდი ჩვეულებრივად უგემრიელესი არის. როგორ ერქვა ორაგულის ბუტერბროდი? არ მახსოვს რა მშობა ორაგულის სენდვიჩი. ოღონდ იმაზე არის sourdough bread-ზე არის ძალიან გემრიელი და ავიღეთ ცეზარი და ძალიან კაი იყო ეგ. ცეზარი იყო პორცია პატარა. არ იყო პატარა პორცია. ჩემთვის ძალიან პატარა პორცია იყო. აი ჩემთვის ნორმალური პორცია არის. კაი, ერთ წამი რო არ გაგვეყავ რო არ გაგვეყო კი, ანუ ერთი ადამიანის არის, მაგრამ ცეზარი უნდა გაიყო. არა, ჩვენ ჩვეულებრივად რო იოტაში რო მოაქვთ. ხო და იოტაში არის ძალიან კაი პორცია, მაგრამ ხორცი აკლია იქაც, პროსტა სალატის ფურცლები არის არებად და აქ სალატის ფურცლის ნაცვლად ქონდათ რა? Kale, ქართულ დავწერე. ძალიან კაია, ხალხო, მე არ ვიცი რა არის საერთოდ, მაგრამ უგემრიელესი არის kale chips, სალატის ფურცელს გავს უბრალოდ მილიონჯერ გემრიელი იყო. ანუ მაგ ხრივ მომეწონა, უბრალოდ პორციაა პატარა ჩემი. ხათე მე არ მომეწონა, მაგრამ ანუ ზოგადად არის როგორც ამიხსნა მიმტანმა Lebanese და კიდე სხვა ქვეყნების შერეული. Lebanese cuisine საქართველოში არ არის პოპულარული. ხო და უგემრიელესი არის ხალხო. როგორ არის პოპულარული? ველერი. არ ვიცი ველერი რა არის. რესტორანი არის. Really? We should go there. იმიტომ რომ ევროპაში არის ძალიან ბევრი ლებანური რესტორანი. აი ჩემი აზრით როგორც ქართული სამზარეულოა ძალიან მდიდარი, მრავალფეროვანი და გემრიელი, ეგრე არის ლებანურიც. უბრალოდ ჩვენში არ არის დიდად. ხო და რატო არ გავსინჯეთ არ ვიცი, მაგრამ ჩემო მეგობარმა წინაზრე ვიყავთ აიღო რაღაც ქათამი მეგობრებო.
ისეთი გემრიელი. ხო და მე დამატესტინე რაღაც ახლები და why would you do that? როცა მე მიყვარს კიდე აქვს? აპრობირებული კარგი რაღაც უკვე. კიდე აქვს, არ მიყვარს, მე მიყვარს სხვადასხვა რაღაცები გავსინჯა, რომ ვიცოდე რა. მომწონს საბოლოოდ gossip set-ი ქვია მეგობრებო, ან უთესლესი სახელი არის და მოაქვთ ასე 4 dip. და მე ყველაზე მოწყენილობებს მაჭმევ ცეზარიო, ანუ რაღაც კრევეტების სალათიც იყო და მეთქი აი რაღაცა უფრო ისე გავიდეს. ცეზარი შევყვეთ. Whatever you wanted. მე მეგონა უბრალოდ shrimps არ გიყვარდა, იმიტომ რომ ცოტათი shrimps გემო არა აქ არაფრის და როგორ არ უნდა მიყვარდეს. ალბათ ისეთ shrimps რომელსაც ჯამ თორე. გაყენულს. მოგაძრებ სახეს. თორე fresh ocean shrimps, they're delish. ეხლა იწყება სეზონის სწავლის, ჯერთი ამერიკაში აგვისტოში რატო იწყება სწავლა? ჩემამდე არ დადის, ანუ მართლა მაინტერესებს. აი რა პროცესი იყო, რომ მივიდნენ იმას რამდენ რომ 3 აგვისტოს. აღონდა გეგრე არის. შენი სკოლა როდის დაიწყო? ჩემს აგვისტოში დაიწყო, მაგრამ დამოკიდებული არის შტატზე და არა მხოლოდ შტატზე, არამედ რომელ უბანში ხარ მაგ შტატში, ანუ counties, რასაც ქვია, რეგიონი. მესმის, მაგრამ აი ძირითადად იმას ხო აგვისტოში იწყება? აი მე ჩემ მეგობრებს რო შევადარე, ყველა სხვადასხვა დღეს გვეწყება და აბსოლუტურად ყველას. ბიჭა ხო, მაგრამ აგვისტოში ხო გეწყება? არა, ზოგს ეწყებოდა სექტემბერში, ზოგს აგვისტოში. Okay. ოქტომბერში მე არ რა არის. ვიდეოებსაც ნახულობ, უკვე back to school ვიდეოები იდება. ანუ ვიღაცა 3 აგვისტოსაც დაიწყო სწავლა და what the fuck? ანუ აგვისტო არის ყველაზე არაფრის კეთების თვე ჩემი აზრით. და ანუ მის რომ სამსახური ამ თვეში დავიწყე, მარტო ექსტრესებს სოლგე აღებული. სკოლაში, ანუ 18 წლის მანძილზე რა. იცი რა დაქსტრესავდა? რა. ჩემი სკოლა იწყებოდა 8-8 წუთები. I could never. აი ხალხო აი ღამე მივდიოდი სკოლაში ჩვეულებრივად, მით უმეტეს მიშიგანში როცა ხარ და ანუ ზემოთ არის. და ანუ ცივა და ანუ საშინელება იყო, საზიზღარობა. მაგრამ მიშიგანში მე რაც ანახი მაქვს ულამაზესი შემოდგომა ეგრეა? კი. თან მე ახლა იქნება უთესლესი გადასვლა. იმიტომ რომ nobody gives a fuck about Michigan. მეგობრებო, მაგრამ ყველას გიყვარს რა შემოდგომა და მე განსაკუთრებით იმიტომ რომ შემოდგომის ბავშვი ვარ. იცით თუ არა ასეთი ტრენდი და უნდა იცოდეთ Christian Girl Autumn. ანა მარიცოდა? მე არ ვიცი. მოკლედ, ანუ ესენი არის რა გინახავს ამაზე ხატავ. ხასნად მინახავს. ხალხო, Christian Girl Autumn. ის მთავარი ტიპში არის Caitlyn გვარი. Caitlyn Covington. მაგრამ ძალიან საყვარელობა ისტორია კამ ყველაფერს. ეს მიმი ვინ შექმნა იყო trans girl on Twitter. იმიტომ რომ they are the ones who are like ruling what's funny and not. მოიწია ნატაშა არ მგონი. ხო ნატაშა ქვია. და მაგან დაიწყო ეს meme. Christian I'm gogos და ეს რო Christian Girl Autumn is starting. იმიტომ რომ მაშინ hot girl summer იყო ზარმადაში რა. ხო და ანუ ყველა მე everyone picked it up. თან ანუ მართლა ძალიან სასაცილო არის მეგობრებო და if you know what მეც რო ყოფილიყავი ამერიკაში და if I was a girl I would be a Christian girl. Period. Christian Girl Autumn. I love pumpkin spice. I love me some good cashmere. Pumpkin spice lad. ანუ აი ეგ რო არ მაქვს დალეული რა pumpkin. აკაც არის რო იცოდ. არა მე მინდოდა Starbucks-ის რა დამელია და მინდოდა დამელია 2014 წელს. ზუსტად, იმიტომ რომ ახლა we do not drink Starbucks. ზუსტად. და We do not. Yeah, მე რეგეტყურა. და she's the one protecting me. ხო, და ყოველ საყოველობა ისტორია არის. იცი ეს გოგო ნატაშა. რაღაც ებრაელებს გამო? ხო. Okay. ნატაშა ეს გოგო, she was like transitioning რა და ანუ ფული ჭირდებოდა ამ ოპერაციებისთვის თუ რაღაცებისთვის რა და GoFundMe გაკეთა და ამ გოგომ რომელსაც ძალიან ბევრი ფოლოვერი ყავდა რა, გადმოაზიარა და უთხრა რომ აი ეს არის ის გოგო ვინც შექმნა ჩემზე მიმო და ანუ blah 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 which actually made her popular. და თან $500 ჩააგდო. Wow. Yeah, isn't it cute? Very cute. Wow. მაგრამ ეგ ესთეტიკა ძალიან მომწონს და it's giving არ ვიცი. It's giving 2019. 16. ხო, მაგრამ 19 გახდა პოპულარული მახსოვს. Really? ხო, და ანუ ახლა არის ჯოუკი როგორც Mariah Carey is defrosting ნოემბერში. ეს არის ამაზე რომ she's defrosting in August. ხო. რატო არ ვარ TikTok-ის მაგხარეს? არ ვიცი. იმიტომ რომ როდის დაიბადა გამახსენა? Yeah. Spring. და ხალხო, რატო ვაფშე რატო დავიწყე ამ გოგოს საუბარი? TikTok-ზე გახდა viral ამის ვიდეო თუ როგორც ის და ტირის და ამბობს რომ მეგობრებო ძალიან დიდი pressure არის და არ ვიციო ამ შემოდგომაზე დავდებთ თუ არა ვიდეოებს რა იმიტომ რომ ანუ ყოველთვის უნდა იყოს მაგრამ ხალხი ვერ ხვდება სატირაა თუ არა მეც ვერ ხვდები მე ვაფშე ზოგადად ანუ pressure არის რომ ცუდი არ იყოსო შევიჭამ ძალიან მიქორ ანუ ძალიან ბაზარია რა მესმის აი ყველა რო ელოდება რაღაც ხო მაგრამ მგონი გადაობდა
Exactly, even better. ხალხო ისეთ კარგ ედიტებს აკეთებენ ამ გაგოზე რომ I cannot აი თან ერთი ვიდეო აქვს რომ აი ასე წევს მეც და აი თვალს რომ ახელს და ან რო იღოს მგონი გამოგზავნილი მაგ და просто დაიგნორე იმიტომ რომ you ვერ მივხვდი ალბათ და შენ ხო ყლეობებს მიგზავნი როგორც We love her Yay უეჭველი იმიტომ რომ კიდე ეს ყველაფერი მას დამთხარ ფერი თვალება იყო ახლა ხანს Wow მაგრამ ჩემთვის ყველაზე ესეთი მიშელ გუშინ ბოლო 5 წელია მაგ ტრადიცია იცი 1 სექტემბერს pumpkin spice Wow, როგორი ტრადიციული ბიჭი ხარ. I კიდე love that for us. ესეთ გავატაროთ ეგ ტრადიცია. სვეჩი მოდი. 1 სექტემბერს ვიქნებით მატარებელში ბათუმიდან წამოსულები. And I'm booked and busy after that. ხალხო, დილის 7-ზე ჩამოვალთ თბილისში და 9-ზე სამსახურში უნდა ვიყო ოფისში. ეს სახლში. ხედავ რა ჩემთან ამახვედა და ჩემ სახლთან წახვედა. It would make more sense. ხომ ეს ჩემი ტელევიზორი ლეპტოპი ვათრია. აი, ხო რა. აქ დატოვე. Oh, we can do that. Პრესტ ანუ ფერი ცოლებაზე გამახსენდა, ანუ ყოველთვის 19 აგვისტოს მე ვიყავი ხოლმე რაჭაში და აი რაღაც არანაირი ტრადიცია არ არის, მაგრამ აი დედა ჩემი ხილს დააწყობდა, აი სოფელში ეგრე იციან რა ხალხმა ჩვენც გამოვიტანდით ეს სანთლებს დავადებდით მაგიდაზე და ანუ რაღაცა რა და გუშინ ისე ჩაიარა 19 აგვისტო, ვერც გავაანალიზე რომ 19 აგვისტო იყო და ერთი უსაყვარლესი ბიჭი გვიყურებს ლუკა, რომელიც სულ მწერს ხოლმე და მომწერა რომ ფერი თვალების კილოცაო და ჯერ ერთი what the fuck ლუკა მე რა წარმომიწა და ანუ ოღონ 12-ის ნახევარი იყო რა უკვე დღე ჩამთავრებული იყო რომ დავინახე ეს მესიჯი და ძალიან გული დამწყდა რომ როგორი დასტრესელი ვარ 19 აგვისტოს კი დამავიწყდა ხო არ ვიცოდი ეგეთი მნიშვნელოვანი რო იყო შენ ანუ რაღაცნაირად აი ოღონ და თბილისში ჩაოლებრივი იქნებოდა მაგრამ აი სოფელში თან ყველა ამბობს რომ ამ დროს რაღაც აი ხილი აღარ არის ისეთი ტკბილი და უფრო საზამთრო და რაღაც ფოთლების გაყვითლებას იწყებს და რაღაცა და ახლა მგონი ტიროლს დაიწყო ხო იმიტომ რომ მაკლი ანუ რაჭაში მე ვატარებდი ხოლმე ერთ თვეს ზაფხულობით და ახლა გავატარე 5 დღე I know life is so difficult you guys This is what Raja does Yes I think that's it right გონი კი ერთამ გადავხედა მაინტერესებს მეგობრებო უყურეთ თუ არა weapons ძალიან აი ყველა ჩემს რგლ ყველა მაგ კინოს ლაპარაკობს ჯერჯერობით არ დადებულა ჩვენნაირ საიტებზე Really? Are you sure? ჩვენი საიტი ნახე ეგრევე იდება ხოლმე კინოთეატრშია? კინოთეატრში გადის. წამოვიდეთ. ახლა. ჰა. დღეს ახლა? ო. კაი. What am I saying? ხო? ვარ დღეს. Okay. დღეს არის 4 შაბათი ვერ წავალთ. რატო? ამოყიდული იქნება ყველა ბილეთი. ფასტაკლების დღეა. კი ხოწება შემოწმა რა. ხა, შემოწმა. კაი, ჯერ დავიმშვიდობოთ ჩვენ ისევ დამოვიწყდა. დასაწყისში მინდოდა მეთქვა რომ please share and like and stuff. ხო, ხალხო, ვინც აქამდე გიყურეთ, გთხოვთ დალაიქეთ, დააშეარეთ. ესენი ისე ლაიქებენ. They're the most loyal watchers. ხო, ბაზარი არ არის. We love you guys. We love you. მართლა, ანუ აი მართლა ძალიან მიყვარს ყველაფერი და ძალიან მიყვარს რომ ამის კეთება დავიწყეთ, იმიტომ რომ აი დავინახეთ რა კაი ხალხი არსებობს და რა კაი ბავშვები არიან. ნუ და ძალიან ბევრი ცუდიც დავინახეთ. ანუ ბევრი ცუდი არ დავინახე. აი მე სამწუხაროდ კი. იმენა უბრალოდ TikTok-ზე მიღებული მაქვს ეგ ფაქტი რომ ხალხიც არის და that's it, მაგრამ აი დალშე YouTube-ის კომენტარები, Instagram-ზე ვინც გვწერენ, ანუ აი ძალიან მიხარებს კომენტარები არის ჩვეულებრივად, აი არ ვიცი მართლა ყოველ დღე აი შევდივარ რომ უბრალოდ წავიკეთო. ანუ აი Love that for us. Love you bitches. See you next week.